რამ განაპირობა იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა და როგორია მოლოდინები? ამ და სხვა თემებზე რამდენიმე წუთში გიყვებით. იმერეთში გარესამყაროს სოფლების ნაწილი ისევ მოწყვეტილია. გუშინ 45 სოფლის გახსნა მოხერხდა მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები. სააგენტო აწარმოებს საქართველოში არაბულ კომპანია Eagle Hills-ის პროექტების ხელშეწყობაში 700,000 ლარს დახარჯავს. საუბარია კრწანისის პარკის და გონიოს მიმდებარე საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობაზე. რუსული ელექტრომატარებელი ლასტოჩკა, რომელიც აქამდე სოჭსა და გაგრას შორის მოძრაობდა რეისებს სოხუმამდეც შეასრულებს მარშრუტი დამატებით 80 კილომეტრით დაგრძელდა. ტრამპი და ზელენსკი უკრაინიდან იშვიათი მინერალების ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის გადაცემის შეთანხმებას ხელს სავარაუდოდ დღეს მოაწერენ. მოგესალმებით, საქმის კურსი ეთერში აგრძელებს მუშაობას. მე ნუცა შუბაშვილი ვარ და ეკონომიკის და ბიზნესის სიახლეების შესახებ გიყვებით. გერმანიის განათლების და კვლევის ფედერალური სამინისტრო უნივერსიტეტებს რეკომენდაციით მიმართავს შეაჩერონ ინსტიტუციური თანამშრომლობა საქართველოში სახელმწიფო უწყებებთან. თავად სამინისტრომ ევროპული კურსიდან გადახვევის გამო ქართულ-გერმანული სამეცნიერო თანამშრომლობა უკვე შეწყვიტა. უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ გერმანია სოლიდარობას უცხადებს მეცნიერებს, რომლებსაც საქართველოში თავისუფალ გარემოში სურთ კვლევების გაგრძელება. ამასთან სამინისტრო აღნიშნავს, რომ მზადაა ღია დიალოგის განახლებისთვის იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება გადადგამს სარწმუნო და ხელშესაღებ ნაბიჯებს შიდა დეესკალაციის, აკადემიური თავისუფლების აღდგენისა და ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ. 2025 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა. საქსტატის მონაცემებით გასულ თვეს ეკონომიკა 11.1%-ით გაიზარდა. ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, დამამუშავებელი მრეწველობა და ვაჭრობა. BMG საქსტატს დამატებითი კითხვებით მიმართა, ხომ არ უკავშირდება ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება გასულ თვეს ქვეყანაში თითქმის 9 მილიარდი დოლარის ღირებულების ნახატების იმპორტს საქსტატში. განმარტავენ, რომ ნახატების იმპორტის გავლენა იანვრის ეკონომიკურ ზრდაზე ნულოვანი იყო. რამ განაპირობა იანვარში 11%-იანი ეკონომიკური ზრდა და როგორია მოლოდინები? ამ თემაზე საუბარს სტუმართან, კომპანია STEM Scales-ის მთავარ აღმასრულებელ ოფიცერთან მიხეილ კუკავასთან ერთად ვაგრძელებთ, რომელიც ახლა გვერდდება ეთერში. მოგესალმებით, ბატონო მიხეილ, დიდი მადლობა ჩართვისთვის. როგორც ნახეთ, გარკვეულწილად ბევრი კითხვა გამოიწვია იანვარში გასულ თვეს საქართველოში დაფიქსირებულმა ეკონომიკური ზრდის ტემპმა, რომელიც დაჩქარდა, როგორც თქვით და არის 11.1%. თქვენი შეფასებით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მსგავსი სტატისტიკური მონაცემები? ნუცა 11%-იანი ზრდა წელს იანვარში შარშანდელ იანვართან შედარებით გამოწვეულია იმ ინერციით, რაც გქონდა. როგორც არაერთხელ ვთქვით თქვენ ეთერში, ჩვენ გქონდა სერიოზული ერთჯერადი ფაქტორები, რამაც განაპირობა წინა წლებში ეკონომიკური ზრდა, მაგრამ ჩვენ შევხედოთ ამ ეკონომიკურ ზრდას ფართო კონტექსტში. 2024 წელს 2023-თან შედარებით 59%-ით შემცირდა პირდაპირ უცხოური ინვესტიციები, ხოლო 2022 წელთან შედარებით 57%-ით. მცირდება პორტფელური ინვესტიციები, თუმცა პორტფელური ნაკლებად გრძნობიარეა ამ ყველაფრის მიმართ, რაც ხდება შედარებით. მაგრამ FDI-ის შემცირება არის ძალიან აშკარა სიგნალი, რომ ჩვენ უნდა სერიოზულად დავფიქრდეთ მთავრობა პირველ რიგში საით მივდივართ. თქვენ აღნიშნეთ, ბატონო მიხეილ, რომ ეს შეიძლება ინერცია იყოს იმ ეკონომიკური ზრდის ტემპის, რომელიც ჩვენ 2024 წელს ჰქონდა და იგივე 2023 წელს სავარაუდოდ გულისხმობთ მათ შორის რუსული მიგრაციის ეფექტის და სხვა ფაქტორებით გამოწვეულ ეკონომიკურ ზრდას. მაგალითად, დღესაც EBRD-მა გამოაქვეყნა შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ იმის მიუხედავად, რომ შედარებით მიილია ეს ტემპი, მაინც რჩება რაღაც მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპის სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. თქვენი შეფასებით, როგორც მივხვდი, ფიქრობთ, რომ ეს არის მხოლოდ ინერცია, რაც გადმოყვა იანვარში შეიძლება ითქვას გასული პერიოდის მაღალ ეკონომიკურ ზრდას.
დიახ, ნუცა თქვენი ხმა სამწუხაროდ ცუდად ისმოდა, მაგრამ დიახ, ნამდვილად ასეა. ინერციით გვაქვს ეს ეკონომიკური ზრდა, თუმცა გვაქვს ასევე სერიოზული სიგნალები დასაფიქრებლად. ეს არის მათ შორის DGG-ს შემოსავლების კლება, რაც მე არ მახსოვს, 1%-ით კლება წელს იანვარში შარშანდელ იანვართან შედარებით და ასევე არ მახსოვს ის, რომ მხოლოდ 4%-ით გაზრდილი იყოს მთლიანად საგადასახადო შემოსავლები. ჩვენ გვაქვს ხოლმე როგორც წესი ორნიშნა ზრდა საგადასახადო შემოსავლების. აი ეს ყველაფერი არის პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და საგადასახადო შემოსავლების ზრდის გაცილებით შემცირებული ტემპი, ვიდრე წინა წლებში არის ის, რაც მოითხოვს სერიოზულად დაფიქრებას. საით მიდის ქვეყანა და რამდენად შეიძლება გქონდეს მოლოდინი, რომ შევინარჩუნებთ იმ ზრდას, აი ხა რაზეც ვსაუბრობთ, რომელიც როგორც ვთქვით, გადმოგვყვა ინერციით. დიახ, ბატონ მიხეილ, თქვენ ახსენეთ, რომ ეს ასე არის, რომ ჩვენ იანვარში ვნახეთ აი DGG-ს მიმართულებით საგადასახადო შემოსავლების კლება, თუმცა ისევ საქსტატის წინასწარი მონაცემებით გასულ თვეს იანვარში, რაზეც ეყრდნობა პრინციპში წინასწარი შეფასება ეკონომიკური ზრდის, DGG-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა იყო თითქმის 15%-ით გაზრდილი 12 მილიონ ლარამდე. აი როგორ მოდის ერთმანეთთან ეს თანხვედრაში? ერთი მხრივ საგადასახადო შემოსავლები მცირდება, მეორე ბრუნვა იზრდება. ხომ არ იყო, აი მაგათ რა შეიძლება ვივარაუდოთ, ხომ არ იყო რაღაცა ერთჯერადი მსხვილი ოპერაციები რომელიმე სექტორში ეკონომიკის, რამაც აი DGG-ს ბრუნვა გაზარდა და ამის ხარჯზე მივიღეთ ის ციფრი, რიცხვი რაც მივიღეთ. ნუცა სწორად შენიშნეთ 14.7%-ით გაიზარდა DGG-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა, თუმცა მათგან მიღებული შემოსავალი შემცირდა 1%-ით. რაც შეეხება დავაზუსტებ, ჩვენ კლება არ გქონია საგადასახადო შემოსავლების, ჩვენ გქონდა შედარებით ნაკლები ზრდა. მაშინ, როდესაც წინა წლებში გქონდა ორნიშნა ზრდა საგადასახადო შემოსავლების, ახლა გქონდა მხოლოდ 4%-იანი ზრდა. და ასევე, როგორც გითხარით, არ მახსოვს, რომ DGG შემცირებული იყოს რომელიმე პერიოდში. ბოლო 20 წლის მანძილზე, თუ არ ჩავთვლით რაღაცა ომის ან პანდემიის პერიოდს. რაც შეეხება ამას, ანუ რატომ იზრდება ბრუნვა და რატომ გვაქვს კლება. ეს სხვა დროსაც არაერთხელ მომხდარა, როდესაც ბრუნვა გაზრდილა, მაგრამ DGG-დან მიღებული შემოსულობა შედარებით ნაკლები ყოფილა. როგორც გითხარით, ბოლო წლების მანძილზე არ მახსოვს, რომ DGG-დან მიღებული შემოსულობა ყოფილიყო ნაკლები, მაგრამ ნაკლები იყო ხოლმე ზრდა. ანუ ზოგჯერ ეს ზრდა მერყეობდა DGG-ს შემოსავლების, მაგრამ იზრდებოდა ბრუნვა. ეს ერთმანეთთან ესე პირდაპირ კორელაციაში არ არის და ამით არის გამოწვეული. მაშინ აი მოლოდინებზე რომ ვისაუბროთ, მათ შორის იგივე IBR-ს მოვიშველებ, ამბობს, რომ გუშინ გვიან გამოქვეყნებულ ანგარიში, რომ წელს სავარაუდოდ 6%-ამდე შენელდება საქართველოს ეკონომიკური ზრდა, წლის განმავლობაში მომავალ წელს 5%-ამდე და ასევე ამას იქნება ის არასტაბილური პოლიტიკური გარემო, რასაც არაერთი ჩვენ თვალს ვადევნებთ. ხომ აი ამის გათვალისწინებით თქვენ თქვით, რომ დასაფიქრებელია სამომავლოდ რამდენად შენარჩუნდება ეს ზრდის ტემპი შემდეგ თვეებში, რომელიც როგორც თქვენ ახსენეთ, არის შეიძლება ინერციით გადმოყოლილი წინა წლებიდან. მოლოდინების ნაწილი როგორი შეიძლება იყოს და ასევე ძალიან მოკლედ რომ გავმარტოთ რა გასულ წლებში რა იყო აი ამ ზრდის მთავარი დამბუსტავი უხეშად რო ვთქვათ, რასაც შეიძლება ინერციის ეფექტი ქონოდა. ნუცა გასულ წლებში მთავარი ეფექტი, როგორც არაერთხელ გვითქვამს, არის იყო ერთჯერადი ფაქტორები, ჩვენ არაფერი არ გაგვიკეთებია ამ ზრდისთვის, დასავლეთის მიერ კუთხეში მომწყდეული რუსეთი ჩვენ ვაქციეთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად და მივიღეთ რუსეთში გავიტანეთ ის ექსპორტი, რასაც სხვა შემთხვევაში ვერ გავიტანდით, გავზარდეთ ექსპორტი და გავზარდეთ ასევე იმპორტი, რომელიც გაგვიაფთა, ასევე რუს მიგრანტებს გაუხსენით კარი და ასე შემდეგ. ეს არის მთავარი. ახლა რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, აქ გაცილებით უფრო სერიოზულად არის საქმე, ვიდრე ამას საერთაშორისო ორგანიზაციები
აჩვენებენ და მით უმეტეს მთავრობის პროგნოზი რაც იყო 6% ხომ და ასევე პესიმისტური 3%. ჩვენ შეიძლება თავისუფლად შეიძლება ეკონომიკური ზრდა საერთოდ არ გქონდეს. ესეც შესაძლებელია, იცით, მსოფლიოში არის სულ ერთი ხელის თითზე შეიძლება ჩამოთვალო ქვეყნები, სადაც არის სუსტი დემოკრატია, ძალიან სუსტი დემოკრატია და ძლიერი ეკონომიკა. ესეთი ქვეყანა სინგაპური, ჩინეთი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ბანდიტური რუსეთი, მაგრამ საქართველო არ არის არც ერთი ეს ქვეყანა. და ჩვენ ვიცით, ჩემთვის ვფიქრობ ხოლმე, რომ ეს ქვეყნები ინგლისურად ამბობენ ხოლმე, რომ კუდი აქნევს ზახსო. კუდი აქნევს ზახს ნიშნავს, რომ ის რაც შენზე პატარაა თავის შუაზე გატარებს და საქართველო არ არის ეს ქვეყანა, სადაც შეიძლება ავტორიტარიზმი გამოვიდეს და მთავრობამ თავის შუაზე ატაროს ქვეყანა. არ არის საქართველო არც სინგაპური, არც ჩინეთი და არც რუსეთი. ამიტომ ეს არის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა. ბოლო 14 წლის მანძილზე არ მახსოვს ეკონომიკაზე კითხვებზე პასუხებში, როდის ვილაპარაკე პოლიტიკაზე ამდენი. მართლა გადამწყვეტი მომენტი უდგას ამ ქვეყანას, როდესაც უნდა აირჩიოს გზასაყარზე დგას და უნდა აირჩიოს ძალიან მკაფიოდ, საით მიდის. მიდის დასავლეთისკენ, რომელმაც გადაარჩინა ეს ქვეყანა თუ მიდის რუსეთისკენ, რომელიც არის არქიმტერი ამ ქვეყნის. ეს არის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა და არა ეს რაღაცა, ვთქვათ, პირდაპირ უცხოური ინვესტიციები და ეკონომიკური ზრდა და DGG და ასე შემდეგ. ეს არის ამ ქვეყნის უმთავრესი პრობლემა. ჩვენ უმთავრესი პრობლემა გვაქვს ის, რომ არ შეიძლება კუდი აქნევდეს ზახს და კუდი აქნევს ზახს საქართველოში. და არაპირიქით, როგორც არის, როგორც უნდა იყოს, რომ ზაღლი უნდა აქნევდეს კუდს. ეს არის უმთავრესი პრობლემა და ეს უნდა დამთავრდეს, აუცილებლად უნდა დამთავრდეს, თორემ ეს ქვეყანა დაკარგავს ყოველგვარ მიმზიდველობას, მათ შორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, იცი, წლების მანძილზე ვაკვირდებოდი FDI სტრუქტურას და ამ FDI-ში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში, იცით, იყო საკმაოდ დიდი ნაწილი, მოდი ვთქვათ ასე, საკმაოდ დიდი ნაწილი. ზოგიერთ წლებში ჩემი შეფასებით იყო დაახლოებით მეხუთედი ამ FDI-ს, რომელიც არ იყო განპირობებული კომერციული დაინტერესებით ინვესტორების. ანუ ინვესტორები მოდიოდნენ, იცით რატომ? რომ ვიყავით მათთვის კარგი ტიპები, ანუ საინტერესო ქვეყანა ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ვიყავით ხარვეზიანი დემოკრატია. დღეს უმთავრესი საფრთხე ეკონომიკის არის, რომ დემოკრატია გვეცლება ხელიდან და ეს ქვეყანა იცვლის თავის იერსახეს, მთლიანად იცვლის თავის იერსახეს და ეს მიმზიდველობა იკარგება, ამიტომ ეს არის უმთავრესი ეკონომიკური პრობლემა, ნუცა. ძალიან მოკლედ ჩვენი საუბრის ბოლოს მაინც მინდა მოვასწრო ამ თემაზე საუბარი, როგორც ნახეთ, ნუცა სამწუხაროდ ცუდად ისმის თქვენი ხმა. ახლა თუ გესმით ბატონო მიხეილ, ჩემი ხმა. დიახ, ძალიან მოკლედ რო ვისაუბროთ, სულ 1-2 წუთი გვჭირდება თქვენთან საუბრის. ეროვნულმა ბანკმა მიიღო მიმდინარე კვირაში გადაწყვეტილება, რომ იპოთეკურ შესახებზე რეგულაციები გაამარტივოს უძრავი ქონების ბაზარზე, აქტივობის, ვთქვათ, მეტი აქტიურობის. თქვენთვის ეს რა სიგნალი არის? ხომ არ მიუთითებს იმაზე პირდაპირ, რომ ხედავს მარეგულირებელი, რომ შეიძლება რაც უფრო ცუდ პროცესებში გადაიზარდოს უძრავი ქონების ბაზარზე არსებული ვითარება? PMC კვლევითი ცენტრის დირექტორმა გოგა ხიშტოვანმა ძალიან კარგი ანალიზი გააკეთა, ხოჩერს მან შენიშნა ეს DGG შემოსავლების კლებაც, რაზეც მე ვსაუბრობდი და ძალიან კარგი ანალიზი გააკეთა PMC კვლევითი ცენტრმა და აი ის რაც თქვენ ახსენეთ ამ რეგულირების შერბილება ფაქტობრივად ვერაფერს ვერ შეცვლის. თეორიულად შეიძლება შეცვალოს, თუმცა აი ამ ფარდობის ცვლილებამ. ანუ ის რომ ეხა გვაქვს 10-90-ზე, რომ 10% არის ის რაც უნდა გაიღოს და არა 15% მყიდველმა, ხომ? ეს არსებითად ვერ შეცვლის. აი, მოდი დავფიქრდეთ, აი მე და თქვენ, ორივე ვართ ეკონომიკური აგენტები, ისე როგორც ნებისმიერი ადამიანი. აი ხა ჩვენ გავაკეთებთ ამ ვითარებაში, როდესაც პარალიზებულია ქვეყანა და ნახევრად პარალიზებული ვართ ჩვენც ადამიანები იმით რაც ხდება, როდესაც ქვეყანა გვეცლება ხელიდან, ანუ ის რეფორმები, მათ შორის პოლიციის რეფორმა, რამაც ეს ქვეყანა მსოფლიოს რუკაზე დააბრუნა, ეს ყველაფერი ხელიდან გვეცლება. ანუ ქვეყანა გვეცლება ხელიდან და აი ახლა როგორ ფიქრობთ, აი ეს თუ ის როგორ 15 და 95 რო იყო ფარდობა და ეხლა გახდა 10-90-თან. აი ამ რა შეიძლება შეცვალოს? ეხლა ჩვენ გავაკეთებთ ინვესტიციებს
თქვათ ადამიანები, ხო, ჩვენ ვართ უმთავრესი ინვესტორები, ხო, ანუ ფიზიკური პირები არიან თითქმის ნებისმიერ ქვეყანაში უმთავრესი ინვესტორები. აი როგორ შეიძლება ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანებმა დღეს მიიღონ ეს გადაწყვეტილებები, რომ რაიმე ინვესტიცია გააკეთონ. თეორიულად არის ის, რაც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა, როგორც გითხარით, წამახალისებელი ამ უძრავი ქონების შეძენის. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მიხეილ, საინტერესო საუბრისთვის. მაინც დავიტოვოთ იმედი, რომ როგორც თქვენ თქვით, საბოლოოდ ჩვენი ვექტორი იქნება და დაუბრუნდება მყარად დასავლეთისკენ. მიხეილ კუკავა, კომპანია STEMscale-ის მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ კი ვაგრძელებთ გამოშვებას. 3 თვეზე მეტია საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟაზე გარიგება არ დადებულა. ბირჟის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად ვაჭრობა ბოლოს 12 ნოემბერს შედგა ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი 2024 წლის 1 ივლისიდან მოქმედებს. ელექტროენერგიის ბირჟის პირველი წლისთვის ვაჭრობა მხოლოდ 20 მიწოდების დღისთვის შედგა. როგორი იყო გახსნის მომენტიდან დეკემბრის ჩათვლით ელექტროენერგიით ვაჭრობის დინამიკა ბირჟაზე, რატომ არა აქტიური პლატფორმა და რა უნდა შეიცვალოს ბაზრის კონცეფციაში, ისეთი რომ უკვე ენერგეტიკული ბირჟა როგორც დაანონსებული იყო მიმდინარე წლის ივლისიდან სრულყოფილად ამოქმედდეს. ელინე გოგბერაშვილი ჩაგვაყენებს ახლა დეტალებით საქმის კურსში. მოგესალმებით ელინე, გისმენთ. მოგესალმებით. ნუცა ენერგეტიკული ბირჟის პირველი წელი როგორც მოსალოდნელიც იყო, არ იყო აქტიური, გამომდინარე იქიდან, რომ პლატფორმაზე ვაჭრობა სავალდებულო არ არის და ელექტროენერგიის მყიდველები და გამყიდველები ბირჟის გარეთ გარიგებებს არჩევენ. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით ბირჟაზე 21 მონაწილეა რეგისტრირებული, მათგან 9 ელექტროენერგიის მწარმოებელია, 7 საბოლოო მომხმარებელი, 3 სისტემის ოპერატორი, 2 კი მიმწოდებელი. 2024 წელს ბირჟაზე ჯამურად ნავაჭრი რაოდენობა 17490 მეგავატ-საათს შეადგენს, ხოლო საშუალო შეწონილი ფასი 13.45 მიასეთი თეთრია კილოვატ-საათზე. იქიდან გამომდინარე, რომ საბალანსო ელექტროენერგიის თვის ფასი ყოველთვის იყო უფრო მაღალი, ვიდრე ბირჟაზე ამ თვის განმავლობაში დაფიქსირებული უმაღლესი ფასი, ელექტროენერგიის მყიდველებმა ჯამურად დაახლოებით 440.000 ლარი დაზოგეს. ანგარიში აღნიშნულია, რომ ელექტროენერგიის ბაზარი დეფიციტურია, 2024 წლის ივლისი-დეკემბრის განმავლობაში ბირჟაზე მოთხოვნა მკვეთრად მეტი იყო ვიწოდებაზე, მაგალითად PPA სადგურების ნაწარმოები ელექტროენერგია და იმპორტული ელექტროენერგია იყიდება ორმხრივი ხელშეკრულებებით. ბირჟაზე მომხმარებელს კი არ ხვდება საკმარისი ელექტროენერგია, რადგან ის უკვე გაყიდულია ბირჟის გარეთ. სემეკის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ გაზაფხულიდან ბირჟა უფრო გააქტიურდება, რა დროსაც ქვეყანა გაცილებით ჭარბ და იაფ ენერგიას გამოიმუშავებს. დავით ნარმანია არ ფლობს ინფორმაციას, რა ფორმით დაიწყებს ბირჟა 1 ივლისიდან ოპერირებას და ვისთვის გახდება პლატფორმაზე ვაჭრობა სავალდებულო, თუმცა მისი ვარაუდით პირველ რიგში ეს მსხვილი მომხმარებლები იქნებიან. დღეს ვაჭრობა ბირჟაზე არის ნებაყოფლობითი, კომპანიები რომლებიც დარეგისტრირდნენ და იევაჭრეს მათ გარკვეული შეღავათები ნახეს და ჩვენს მიერ გაკეთებული ანალიტიკის მიხედვით დაახლოებით 300.000 ლარამდე დაზოგეს კომპანიებმა ბირჟის მეშვეობით ენერგიის შესყიდვის შემთხვევაში. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ ბირჟა არის საინტერესო მომხმარებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ვარაუდობ, რომ მეტი დარეგისტრირდება გაზაფხულიდან, როცა იქნება ჩვენთან უფრო იაფი და ჭარბი ენერგია. ის თუ სრულად როდის გაიხსნება და როდის გადავალთ ამ ახალ მოდელზე არის საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტი, ვინაიდან სწორედ მთავრობის კონცეფციის მიხედვით არის დადგენილი ბაზრის გახსნის ცალკეული ეტაპები. თუ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვისთვის არსებული სხვა პლატფორმები არ გაუქმდება, Trading Solutions მმართველი პარტნიორი თვლის, რომ ენერგეტიკულ ბირჟას ოპერირება ძალიან გაუჭირდება. გარდა ამისა, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ რისკები, რომელიც რეგიონში მიმდინარე ომს, რეცესიას და ევროპაში გარკვეულ ეკონომიკურ დაღმასვლას უკავშირდება, არ გამქრალა, ამიტომ ხელისუფლების გადასაწყვეტია აღნიშნული რისკების გათვალისწინებით გახსნის თუ არა 1 ივლისიდან ბირჟას სავალდებულო წესით. თუ არ მოხდება სხვა პლატფორმების გაუქმება, იქნება ეშკო თუ რომელიმე სხვა პირდაპირ ხელშეკრულების წესები ეშკოს გავლით, ხო? ამ შემთხვევაში ძალიან გაუჭირდება ბირჟას კონკურენცია დღეს არსებულ პლატფორმებთან, იმიტომ რომ ბირჟაზე ნაყიდი და გაყიდული ელექტროენერგიის ღირებულება ფასის არა თვითღირებულების თვალსაზრისით უფრო ძვირია. შესაბამისად, ბიზნესს არანაირი мотиваცია არ ექნება, რომ ბირჟაზე ივაჭროს. რამოდენიმეჯერ გადადებული ბირჟის ასე ვთქვათ, გადადების წინაპირობა გახდათ ის ფაქტორები, რომელიც იყო ირგვლივ რეგიონში, ქვეყანაში და ამავდროულად
და ეს ფაქტორები არსად არ გამქრალა. ახლა უკვე ხელისუფლების და შესაბამისი ორგანოების გადასაწყვეტია, სურთ თუ არა მათ ეს რისკები აიღონ თავის თავზე და გაუშვან ბირჟა როგორც ასე ვთქვათ ახალი პლატფორმა ელექტროენერგიის ვაჭრობის თვალსაზრისით. კალტენდაკარტის კვლევების სექტორის უფროსი ენერგეტიკული ბირჟის გარკვეული მოდიფიკაციებით გახსნის მომხრეა. მისი თქმით, პლატფორმაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა ალბათ ვიღაცისთვის სავალდებულო იქნება, თუმცა მათრახის პოლიტიკაზე მეტად ის სტიმულირების მომხრეა. მარიამ ჩახვაშვილი თვლის, რომ უნდა გააქტიურდეს უბალანსობაზე პასუხისმგებლობა და პლატფორმა საათობრივ ანგარიშწორებაზე გადავიდეს. ჩემი აზრითაც ბაზარი არ გაიხსნება სრული დატვირთვით და რაღაც მოდიფიკაციას ექნება ადგილი. ალბათ საბალანსო ბაზარი გაიხსნება, რომ ამ კონცეფციასაც შევეჩვიოთ, უბალანსობის დაანგარიშება მოხდება. კარგი იქნება თუ ეს ყველაფერი საათობრივად დაანგარიშდება და ამ პრაქტიკასაც გავივლით რეალობაში. ალბათ როგორც წინა ინტერვიუების დროსაც აღნიშნავ ხოლმე, თუ არ გადავედით რაღაცნაირად საათობრივ ანგარიშწორებაზე, აქტიური ვაჭრობა არ იქნება. თუმცა რაღაცა პრაქტიკა რო იქნება, უკვე კარგია. თუ სავალდებულო იქნება ვიღაცებისთვის, გააჩნია ვისთვის იქნება, რომ ეს ფასი რაც ბაზარზე დაჯდება, იყოს სწორი სიგნალების მომტანი. ანუ არ უნდა იყოს ისეთი კომპანიებისთვის, ვინც ცოტა დამახინჯებულად გააკეთებს ბიდინგს ამ ბაზარზე. ბაზრის მთავარი აზრი არის, რომ სწორი სიგნალები წავიდეს, ფასისმიერი სწორი სიგნალები წავიდეს ბაზარზე და ამიტომ მაქსიმალურად ისე უნდა გაკეთდეს, რომ სწორი ფასდადება გამოჩნდეს ამ ბაზარზე. ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თვის დასაწყისში ჩვენს ეთერში განაცხადა, რომ მუშაობა ეკონომიკის სამინისტროსთან ოპტიმალური მოდელის შემუშავებაზე მიმდინარეობს. მათი სურვილია, რომ ვადამ არ გადაიწიოს და 1 ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, თუმცა შესაძლებელია, რომ ბაზარზე მონაწილეობის პრინციპები გადაიხედოს. ერთ-ერთი მაგალითი არის სავალდებულო მონაწილეობა ზოგიერთი ტიპის მწარმოებლისთვის დამტკიცებულ კონცეფციაში. გათვალისწინებულია, რომ ზოგიერთმა ბაზრის მონაწილემ სავალდებულო უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ ბირჟაზე. ეს ნაწილი კი შეიძლება გადაიხედოს და გარკვეულ პირებს აღარ გააჩნდეთ ბირჟაზე სავალდებულო მონაწილეობის მოთხოვნა. ვნახოთ, რა შეიძლება კონცეფციაში მთავრობას გადაწყვეტილებისთვის ჯერ კიდევ 4 თვე აქვს დარჩენილი. ნუცა. მადლობა ელენე, ეს ელენე გოგბერაშვილი იყო, რომელმაც ენერგეტიკულ ბირჟასთან დაკავშირებული მონაცემები გაგვაცნო. ასეთი იყო ამ დროისთვის საქმის კურსი. ჩვენ ერთმანეთს უკვე 17 საათსა და 40 წუთზე შევხვდებით. დროებით.